უწყვეტი პროტესტის მეორე წელი ახალი გეგმებით იწყება. მონაწილეები ყოველდღიური აქციებს ისევ აგრძელებენ, თუმცა ამის პარალელურად გეგმავენ მასშტაბურ აქციებს კვირაში ერთხელ. ამ აქციებს მსვლელობის ფორმა ექნება. მოქალაქეები ამბობენ, რომ ოცნების რეპრესიები სულ უფრო მწვავდება, უწყვეტი წინააღმდეგობა კი აუცილებელი წინაპირობაა, რომ რეჟიმის მმართველობა დასრულდეს. ნანო ჩაკვეტაძე მოგვიყვება პროტესტის ახალ გეგმებზე. დღეს რეჟიმის წინააღმდეგ უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის 368-მე დღეა. მთელი ამ უწყვეტი წინააღმდეგობის პირობებში და განმავლობაში ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა ფორმით პროტესტის გამოხატვა, ვნახეთ მრავალფეროვანი მარშები, მსვლელობები. მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყოველ საღამოს საპროტესტო აქციის პირობებში რუსთაველის გამზირი იკეტებოდა. მიუხედავად პოლიციელების მხრიდან წინააღმდეგობისა, არაადამიანური მოპყრობისა, მიუხედავად ქართული ოცნების მიერ ერთმანეთის დრაკონული კანონმდებლობების მიღების და მოქალაქეების პროტესტი ქართულმა ოცნებამ მაინც ვერ გადატეხა. ახლა პროტესტი კიდევ ახალ ფორმებს იღებს. მოქალაქეებს აქვთ ასეთი გეგმა მოყოლებული გუშინდელი საღამოდან ყოველ შაბათს გაიმართოს გაცილებით მასშტაბური საპროტესტო აქციები, მარშები, მსვლელობები, ვიდრე ეს არის ხოლმე როგორც წესი ყოველდღიურად საღამოობით და ასევე ჩატარდეს საინფორმაციო კამპანიები. მოქალაქეები ყოველ საღამოს თითქმის შეიკრიბებიან სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილას, იქნება ეს მეტროსადგურები, იქნება ეს გაჩერებები და სხვა ადგილები, სადაც გაცილებით მეტი ადამიანი მოძრაობს, ვიდრე თქვათ ქალაქის სხვა ნაწილებში. მოქალაქეები ერთმანეთს მოუწოდებენ, რომ მნიშვნელოვანია ვიდგეთ ქუჩაში, რადგან ახლა ბრძოლის მთავარი ხაზი გადის სწორედ რუსთაველის გამზირზე, გადის სწორედ ქუჩაში საპროტესტო აქციაზე დგომაზე. მას მერე რაც რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ რუსთაველი აღარ გადაკეტილიყო, რუსთაველმა დაიწყო მოძრაობა და სტატიკური პროტესტი გადაიზარდა დინამიურ პროტესტში, რამაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო ჩვენთვის და ცუდი მათთვის. შეიძლება უკან დაბრუნებაც კი სდომოდათ, იმიტომ რომ რუსთაველს გაცდა პროტესტი, რაც ასე ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ არ იცოდნენ მარშრუტი, პროტესტი სადაც მიდიოდა, იქ ვერ გვახვედრებდნენ, თქვათ ტიტუშკებს. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა თქვათ იზოლატორში ყოფნას, ქვეყნისთვის ბრძოლის ნაწილში სრულიად უმნიშვნელო ამბავია, სწორედ ასე უნდა ვაჩვენოთ სიჯუტე ჩემი აზრით და მსვლელობები არ გავაჩეროთ და იგეგმება კიდევაც ყოველ შაბათობით. კარგია ეს ერთი დღე რომ დაიგეგმა, იმიტომ რომ ერთ დღეს შეგიძლია უფრო დიდი რაოდენობის დემონსტრანტების მობილიზება და ყოველდღიურ პროტესტში შეიძლება ეს ვერ მოახერხო. ჩადეთ ყველანაირი გზა, რომ ქართულ ოცნებას გაეგონა ჩვენი ხმა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეხლა საზოგადოებამდე მივიტანოთ და უფრო ფართო მასებზე ჩვენი სათქმელი. ყოველდღიურად ჩვენ გვექნება საინფორმაციო ომი ქართულ ოცნებასთან. ამ საინფორმაციო ომში ქართული ოცნება აუცილებლად დამარცხდება. ყოველ შაბათ-დღეს შევიკრიბებით უამრავი ადამიანი, უამრავი პროტესტანტი და კიდევ ერთხელ მარშებით გამოვაცოცხლებ ამ პროტესტს და საზოგადოებას დავანახებთ, რომ ეს პროტესტი არსად არ წასულა, ეს ბრაზი ისევ ჩვენშია და ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, ვითხოვთ პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებას. პროტესტის ამ ახალი ფორმის შესახებ მოქალაქეებს იდეა გუშინ გაუჩნდათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა მსვლელობით მარშით რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლეს თავისუფლების მოედნისკენ. ისინი მეტროსადგურთან შეჩერდნენ. 500-მდე დაპატიმრებული მოქალაქე, 400-მდე ნაწამები მშვიდობიანი დემონსტრანტი და არც ერთი დასჯილი პოლიციელი თუ სპეცრაზმელი. სწორედ ეს იყო ის საინფორმაციო კამპანია და ამ კამპანიის მთავარი გზავნილები, რომლებიც გუშინ მოქალაქეებმა გაავრცელეს. მომდევნო შაბათი, უკვე ამ კვირის შაბათი არის ის მნიშვნელოვანი და ის დღე, როდესაც მარშით მსვლელობით მოქალაქეები დაიძრებიან იმ ლოკაციისკენ, რომელიც დასახელდება უშუალოდ საპროტესტო აქციაზე. ესეც არის გარკვეულწილად ახალი ტენდენცია რუსთაველის პროტესტის. მოქალაქეები წინასწარ არასახელებენ ხოლმე, როგორც წესი, იმ ადგილებს, სადაც ისინი წავლენ მსვლელობითა და მარშით, იმისთვის, როგორც თავად ამბობენ, რომ დააბნიონ პოლიციელები.